ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ჯვრის ტვირთველობა. ანუ როგორ ესმის ქრისტიანულ ეკლესიას ადამიანის ჯვარი და მისი ტარება, მისი ტვირთვა, აი ამას ეხება სწორედ სახარება, რომელიც იკითხება დიდი მარხვის მესამე შვიდეულის დასასრულს. ეს არის ტრადიციულად ჯვართთაყვანისცემის დღესასწაული. ამ დროს ეკლესია ამხნევებს პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვრის თაყვანისცემის გზით ამხნევებს დიდი მარხვის გზაზე მყოფ ასე ვთქვათ მართლმადიდებლებს. რამე თუ ჯვრის თაყვანისცემა ნიშნავს ჯვრის ძალის მიღებას. ეს არის ძალა, იცით ეს თქვენ მაცხოვრის ჯვრის ჯვარზე გაკვრის შემდგომ ჯვარი გახდა სიმბოლო სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და მან მოიპოვა სწორედ ეს ძალა ბოროტების დათრგუნვისა, ეშმაკის დათრგუნვისა და ყოველთვის ჯვრის თაყვანისცემით ჩვენში მკვიდრდება, ჩვენში კიდევ უფრო იზრდება ძალა ღვთისა შემოსვლელი ყოველგვარი ბოროტებისა. იქნება ეს ჩვენ შინაგან სულიერ სამყაროში, ჩვენს პიროვნებაში, ჩვენი სისუსტეების სახით, ჩვენი ცდუნებების სახით, თუ ეს იქნება ჩვენს გარეთ. აი ამიტომაც აი ამ მოსაგრეობის გზაზე გასამხნევებლად, გასაძლიერებლად, გასამტკიცებლად გასულია თითქმის ნახევარი დიდი მარხვისა და აი ეკლესია სწორედ აი ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს აწესებს, რომ გაგვამხნევოს და გაგვაძლიეროს და ამავე დროს გვაძლევს სწავლებას სახარების იმ ადგილიდან, რომელიც ეხება სწორედ ჯვრის ტვირთველობას და აი ეს არის სახარება მარკოზისა, მერვე თავის 34 და 38 მუხლები და მეცხრე თავის და პირველი მუხლით თავდება ეს ნაწყვეტი სახარებისა. წავიკითხოთ ტექსტი საკვირაო წირვის სახარებისა. და მოუწოდა უფალმა ნერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და რქუა მათ, რომელსა უნებს შემოდგომად ჩემსა მოსვლაი უარყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. აი პირველი სიტყვები, პირველი მუხლი, რაც ჩვენ წავიკითხეთ, აი ამ სახარებისა, გვეუბნება, რომ თუ ადამიანს სურს, ანუ უფალი არავის აძალებს, რომ მას გახვეს, მაგრამ თუ ადამიანს სურს, თუ ადამიანი იწამებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მოვლენილი კაცობრიობის ცოდვისაგან, ჯოჯოხეთისაგან, სიკვდილისაგან გამოსახსნელად და მისი სასუფეველში მარადიული ცხოვრებისათვის, ცხოვრებაში დაბრუნებისათვის მოვლენილი, თუ ამას იწამებს და ამის სურვილი გაუჩნდება, რომ მას შეუდგეს, ანუ ისი მიმდევარი გახდეს, აი რა არის პირობები, რაც უნდა შევასრულოთ, რა არის აუცილებელი პირობა და აუცილებელი პირობა არის პირველი სიტყვა, სამი პირობაა. პირველი სიტყვა არის უარყავ თავი თვისი. რას ნიშნავს თავის უარყოფა? რას გულისხმობს მაცხოვარი ამ სიტყვებში?
ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. მაგრამ მას შემდეგ რაც სამოთხეში ადამ და ევა შესწოდეს და დაეცნენ მათი უცოდველი ბუნება დასნეულდა და მათი ბუნება უცოდველი ბუნება გახდა ცოდვილი. ანუ ადამიანი დაცემული ბუნება არაძლევს ადამიანს საშუალებას რომ ღმერთისკენ იაროს, ღმერთთან კავშირი შეინარჩუნოს. ამიტომ პირველი პირობა არის გააზრება იმისა, რომ ადამ და ევას მიერ სამოთხეში ჩადენილი ცოდვის შედეგად ადამიანის ბუნება არის დასნეულებული და ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თავისი ბუნების, აი ამ დაცემული ბუნების, ესე იგი, უარყოფაზე უნდა იზრუნოს. მან უნდა უარყოს თავისი როგორც დაცემული ბუნების, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი სურვილები და უნდა გაიაზროს, რომ ყოველი მისი სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს კეთილი სურვილებიც ჰქონდეს მას შემდეგ, რაც ადამიანი დაეცა. საბოლოო ჯამში არ არის სრულყოფილი და საბოლოო ჯამში ყოველი სურვილი რაღაცნაირად აი ამ ცოდვასთან არის შეერთებული, ცოდვით არის თქვათ შებილწული და ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი ბუნება არის ნეული და ამ ბუნებას არ უნდა ამ ბუნების საფუძველზე არ უნდა იმოქმედოს. ანუ ამ ბუნებას არ უნდა უსმინოს, ამ ბუნების შესაბამისად არ უნდა იქცეოდეს. მის მოთხოვნილებებს არ უნდა აკმაყოფილებდეს. აი ეს არის უარყოფა საკუთარი თავის. რომ ადამიანმა გაიაზროს, რომ მისი ბუნება დაცემულია და დაცემული ბუნების ნდობა არ შეიძლება. დაცემული ბუნების მიხედვით აზროვნება და ესე ვთქვათ განცდა შინაგანი განცდების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს უნდობლობის დამოკიდებულება. არ უნდა ენდოს ადამიანი. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი მე ჩემს ვენდობი, ჩემს გულის კარნახს, ну სხვანაირად ამას ვეძახით კიდევ ინტუიციას. დიახ, ადამიანს აქვს უნარი, რომ რაღაცა გაარჩიოს კეთილი ბოროტზე, მაგრამ აი ესეთი მინდობა, სრული მინდობა არ შეიძლება. შეიძლება რაღაც შემთხვევაში კიდევაც კეთილი იყოს, არ იყოს ის მთლიანად ასე ვთქვათ დაპყრობილი ბოროტის სული, მაგრამ ძირითადად ადამიანი არ უნდა ენდოს საკუთარ თავს. ახლა როგორ უნდა უარყოს ადამიანმა საკუთარი თავი? ახლა შემდეგი ორი ასეთი რჩევა არის, აი გვასწავლის რას ნიშნავს ეს თავის უარყოფა. თავის უარყოფა ნიშნავს, რომ ის რაც შენ ბუნებას სურს და რაც ცნებას ეწინააღმდეგება, უფლის მცნებები რატო არის ძნელი შესასრულებელი? იმიტომ არის ძნელი შესასრულებელი, რომ ჩვენი ადამიანური დაცემული ბუნება შინაგანად ეწინააღმდეგება ყველა მცნებას. ნაწილობრივ შეიძლება მას მოსწონდეს კიდევაც, მაგრამ სრულად ცნების ასრულება მას არ ძალუց, უბრალოდ არ ძალუც. და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით არ ძალუց, მაგრამ ღვთის დახმარებით ძალუც ასაკვირველია. მაგრამ აი სწორედ ეს შეუსაბამობა თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა აიძულოს საკუთარი თავი. სახარებაში წერია, სათა სასუფეველი იძულების და რომელთა აიძულონ მათ მიიტაცონ იგი. ესე იგი, თვითონ ეს იძულება საკუთარი თავის, ეს უკვე ჯვარცმაა ადამიანის მიერ საკუთარი სურვილებზე უარის თქმა, ეს უკვე არის ძალიან რთული, მძიმე და ესე ვთქვათ, აი მაგალითად ადამიანი ჩავარდა რაღაც ძიმე მდგომარეობაში, ვთქვათ, აი მან რაღაცა ტრავმა მიიღო,
და აი ამ დროს ის არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. აი სწორედ ეს ადამიანური ბუნება მიდრეკილია ესეთი დარდისაკენ, გულგატეხილობისაკენ და აი სწორედ აი ამ დროს, როდესაც ის ამას მიიღებს როგორც ესე იგი როგორც ეკლესია ასწავლის რომ ეს არის მისი ჯვარი, რომ ეს არის მისი ესეთი სწორედ აი სათნოება უნდა შეინარჩუნოს. აი ამ სათნოების შენარჩუნებას დიდი მოთმინება ჭირდება და დიდი ესეთი სიმწარის დათმენა ჭირდება. და აი ამ სიმწარის ატანა ეს არის უკვე ჯვარცმა და აი სწორედ კიდევ ჯვარის ტვირთულობა კიდევ იმას ნიშნავს, რომ აი ამ ცხოვრებაში უამრავ შემთხვევაში ჩვენ გვიჭირს მცნების შესრულება, თქვათ აი ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენ ვერ ვითმენთ რომ მას არ უპასუხოთ. ვერ ვითმენთ რომ მის მიმართ არ გქონდეს გულში წყრომა, შეიძლება ძიძულვილიც კი, აი ვერ ვითმენთ, ამისგან არ შეგვიძლია თავი შევიკავოთ და აი სწორედ ამის უარყოფა ეს არის ფაქტიურად ჯვარცმა და აი ესეთი ჯვარცმა ეს ნიშნავს ქრისტესთან თანაჯვარცმას, ანუ საკუთარი ცოდვების ჯვარცმას. და ამავე დროს აი ასეთი ამის დათმენა, ჯვრის დათმენა ნიშნავს სწორედ აი ამ ვნებების დამარცხებას. ანუ ჩვენ ჯვრის ტვირთველობით ვამარცხებთ ჩვენს ვნებებს. ვნებებს და ვიწმინდებით ამ ვნებებისაგან. ამიტომ ხშირად განსაცდელი რომელიც წუთის სოფელში უამრავია და მოდის ჩვენზე და უფალიც ყოველთვის არ გვიცავს ყველა განსაცდელისაგან. რაღაცისგან გვიცავს, რისთვისაც ჩვენ მზად არა ვართ, მაგრამ რაღაცისგან არ გვიცავს, რისი დათმენაც ჩვენ შეგვიძლია. რატომ? იმიტომ რომ სწორედ აი ამ განსაცდელში ჩვენ ვითმენთ რა ამ განსაცდელს ვამარცხებთ ამათ თუ იმ ცოდვას და ვნებებს ვამარცხებთ და ეს ჯვრის ტვირთველობით ჩვენ ვიწმინდებით და აი მოციქული პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს რომ როდესაც ჩვენი განსაცდელი იზრდება, რაღაც ახალი განსაცდელი მოდის. ღმერთი შესაბამისად იმის ძალას გვაძლევს, რომ ეს დავითმინოთ. ანუ არც ერთი განსაცდელი არ მოვა ისე, რომ იმის მოთმინების ძალა არ მოგვცეს ღმერთმა და თუ ჩვენ გაურბივართ ამ განსაცდელს, ესე იგი ჩვენ უარს ვამბობთ აი ამ სულის კურნებაზე, აი ამ ცოდვებისაგან, ვნებებისაგან განკურნებაზე ვამბობთ უარს. და რასაკვირველია ეს ჩვენთვის საზიანოა. და ბოლო მესამე რჩევა, ესე იგი იმისთვის რომ შენ უარყო შენი თავი, ამაში გეხმარება ჯვრის ტვირთველობა, ანუ აი ამ განსაცდელების მიღება, აი ჯვრის ტვირთველობა ნიშნავს რომ განსაცდელი მიიღო როგორც სულის განწმენდის საშუალება, აი ესე უნდა მივიღოთ ეს ყველანაირი განსაცდელი და არა მარტო მოვითმინოთ იგი, არამედ დავინახოთ ამაში ჩვენი კურნების, სულის კურნების საშუალება, წამალი და მადლიერებით შევხედოთ ამას, რომ ეხლა უფალი უშვებს რა ჩემზე ამ განსაცდელს, უფალს ხომ ადამიანის ტანჯვა არ სურს. მაგრამ რადგანაც დაუშვა ჩემზე ეს განსაცდელი, ესე იგი ამ გზით ჩემი სული იმკურნება, ამ გზით ჩემი სული იწმინდება. აი ამის რწმენაა ჯვრის ტვირთველობა. აი ამის რწმენაა და აი სწორედ
ასეთ დროს ჩვენ არა მარტო ვითმენთ, არამედ მადლიერების გზნობით ვართ, რომ ეხლა მე სწორედ ეხლა ამითი მე უფალი მე მან თავისუფლებს ჩემი სულიერი სნეულებისაგან, ჩემი ცოდვათა ტვირთისაგან და მე უახლოვდები უფალს და მე უახლოვდები ჩემს მიზანს, რომ ჩემი სული სრულიად განიკურნოს. ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ მადლიერებით, აი იგივე ფიზიკურ კურნებას რომ შევადაროთ, როდესაც ჩვენ შეიძლება გვიწევს მწარე წამლის მიღება, მძიმე ოპერაციის გადატანა, თუ ჩვენ ხედავთ რომ ამის საშუალება გვეძლევა, რომ ჩვენ ვიმკურნალოთ, ჩვენ თუნდაც მძიმე ოპერაცია გადავიდეთ, ჩვენ მადლობელი ვართ ღმერთის, რომ ან გამოგვიჩინა სახსარი, გამოგვიჩინა კურნალი და მადლობელი ვართ. აი ესევე მადლობელი უნდა ვიყოთ ყოველგან და უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთ განსაცდელს უფალი ისე არ დაუშვებს, რომ იმის შესაბამისი ძალა არ მოგვწეს და არასოდეს არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ჯვარი სხვის ჯვარზე უფრო მძიმეა. ამიტომ ეს არის უკვე საფუძველი იმისა, რომ ბოროტის სული გვატყუებს, რომ გავექცეთ ჩვენ ჯვარს. და უნდა ვიცოდეთ, რომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი ჯვარი, ჯერეთი ამაზე უფრო მძიმე ჯვარი არსებობს, უამრავი ჩვენზე გაცილებით უფრო ჯვრის უფრო მეტი სიმძიმე არსებობს საზოგადოებაში ადამიანთა შორის და რაც არ უნდა რთული იყოს, მძიმე იყოს, ღმერთი არ ტოვებს ადამიანს ამ ჯვრის ტვირთვის ძალის გარეშე. და კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, აღიღოს ჯვარი თვისი. რას ნიშნავს აღიღოს ჯვარი თვისი? ესე იგი, არსებობს კიდევ პასუხისმგებლობა. როდესაც ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას, როგორ შეებრძოლოს საკუთარ სულიერ თუ ასე ვთქვათ, ხორციელ ცდუნებებს და აუცილებლად ადამიანი უნდა განსაზღვრავდეს რა არის ის, რაც მას შეუძლია, რისი გაკეთება, რისი ვთქვათ რა შეუძლია, რომ მან საკუთარ სულიერ სამყაროში, ასე ვთქვათ, დაძლიოს რაღაც ცდუნება, რაში შეუძლია საკუთარი თავის სრულყოფა და ვთქვათ, რაში ჯერ არა. ანუ აი ეს მუშაკობა სულის განვითარებისა, ესეც არის გარკვეული ჯვრის ტვირთველობა, ანუ პასუხისმგებლობის აღება, რას ვაკეთებ მე. ამ შემთხვევაში ეს ნებისმიერ საქმეს ეხება, მაგრამ პირველ რიგში ეხება სულიერ შრომას. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც მის ძალებს შეეფერება. და აი აქ არის ძალიან სერიოზული მომენტი, რომ არც იმაზე ნაკლები ტვირთი არ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე, ვიდრე ჩვენ ეს შეგვიძლია, არ უნდა გავექცეთ ჩვენს პასუხისმგებლობას ერთის მხრივ და არც იმაზე მძიმე ჯვარი არ უნდა ავიღოთ. არის რომ ადამიანი რატომღაც ასე ვთქვათ, იმაზე მძიმე ჯვარს იღებს, ესეც რასაკვირველია, ეს არის ამპარტავნება, ხოლო ჯვრისგან გაქცევა ეს არის უდებება და ასეთი ძიება გარკვეულად ესეთი გაქცევისა, აი სიმწარისაგან, გარკვეული ტვირთის სიმძიმისაგან გაქცევისა და ესეთი ფაქტიურად ხორციელი თავისი ესეთი კომფორტის ძიებისა, შვების ძიებისა. მესამე ესე იგი პირველი იყო თავის უარყოფა იმისთვის, რომ ადამიანი ამ გზაზე ვიდოდეს, თავის უარყოფის შეიძლება ითქვას საშუალებები, ამის საშუალება არის ჯვრის ტვირთველობა, რადგანაც შენ თავს უარყოფ მაშინ, როდესაც აი ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ ამ გზით ამ ცნებებს შეასრულებ და რა განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე, არ გადაუხვე ცნებას, ბოლომდე დაიცავ ცნებას. და მესამე, რომ შენ უნდა შეუდგე უფალს და შემომიდეგინმე, ანუ შენ თავს არ ენდობი, შენს დაცემული ბუნების აზრებს და გრძნობებს უარყოფ,
შენს იღებ აი ამ პასუხისგებლობას, რომ ასე ვთქვათ, დაითმინო ყველანაირი განსაცდელი და იღებ პასუხისგებლობას, რომ იარო ღვთისკენ. ოღონდ აი აქ არის ერთი ნიუანსი, რომ აი ამ დროს, როდესაც შენ იღებ პასუხისგებლობას, რომ იარო ღვთისკენ, შესაძლებელია, არის ძალიან დიდი ცდუნება, რომ ამ გზაზე შენ, ესე იგი, შენებურად იარო ღვთისკენ, შენ ისევ და ისევ შენი გონებით განსაზღვრო ეს ყველაფერი და უფალი კი გეუბნება, რომ შემომიდეგინმე, ანუ ჩემს გზაზე ვიდოდე, ანუ ჩემი ცნებებით იცხოვრე. არა ისე როგორც შენ ფიქრობ, აი არის რომ ვთქვათ, ადამიანი ქრისტეს გზაზე შეუდგა, სწამს, მაგრამ თავისებურად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ აღასრულოს ეს ცნება და აი აქ არის სწორედ რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ღმერთზე მინდობით, სრული მინდობით და ეს სრული მინდობა ღმერთზე ნიშნავს ეკლესიის წიაღში ყოფნას, რადგანაც ღვთისნება რომ განგვიცხადდეს, შეუძლებელია ღვთისნება გაიგოს ადამიანმა მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. მას სჭირდება სწორედ ეკლესიის გამოცდილება, ეკლესია, როგორც ამბობს პავლე მოციქული, არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტება. ეკლესია არის დადგენილი მასწავლებლად, გზის მაჩვენებლად, განმარტებლად სახარებისა. ამიტომ სახარება შეიძლება სწორად განმარტო და არასწორად, აი ამის შედეგია მრავალი არაჭეშმარიტი მიმართულება, რომელიც ეკლესიისგან არის მოწყვეტილი. აი ამიტომ შემომიდეგინმე ნიშნავს, რომ აი მხოლოდ უფლის ჭეშმარიტ გზაზე ვიდოდეთ. შემდეგი მუხლი ასეთია. რამე თუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრიგნება წარიწყვიტოს იგი და რომელმან წარიწყვიტოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის მან აცხოვნოს იგი. აი როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ვინც განარინოს სული თვისი, რომელმაც სურდეს, რომ განარინოს სული თვისი, რას ნიშნავს? ესე იგი, გადაირჩინოს სული. ოღონდ გადაირჩინოს სული ამ შემთხვევაში იმ გზით, რომელთაც მას წარმოუდგენია, ანუ თავისი ადამიანური გონებით, ადამიანური გზნობების საფუძველზე თუ ცდილობს ადამიანი, რომ აი განსაცდელს გადაურჩეს და აი ესე გადარჩეს თავისი ასეთი შეხედულებებისამებრ, რასაკვირველია ის თავს ღუბავს. ანუ ეს ისევ იმ პირველი მუხლის გაგრძელებაა, რომ აი საკუთარი თავი თუ არ უარყო ადამიანმა და აი ამ საკუთარი ცოდვილი ბუნების გადარჩენა თუ უნდა, აი ამ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, არ ცდილობს მის გამოსწორებას და აი ამ ცოდვილი მდგომარეობაში უნდა რომ შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ, რაღაც თავისი საკუთარი სიცოცხლე, რასაკვირველია ის ღუპავს თავის თავს და რომელიც არიწმეთს აი ამ თავის დაცემულ ბუნებას მზად არის რომ გასციროს უფლის ცნებებისათვის, აი ვთქვათ, შენ რაღაც ცნების შესრულებისათვის შეიძლება შენ დაკარგო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ქონება და აი შენ თუ მზად ახარ ამისთვის რომ ცნება შეასრულო, მაგრამ ქონება დაკარგო, შენ რასაკვირველია შენ სიცოცხლეს სულს, ამ შემთხვევაში სული ასევე არის ადამიანის პიროვნება, ადამიანის სიცოცხლე, აი ამ სიცოცხლეს შენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ზიანს აყენებ, რაღაცას აკლებ, მაგრამ სწორედ აი ამითი შენ მოიპოვებ ცხონებას, აცხოვნებ შენ სულს. რაი სარგებელარს კაცისა, უკეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სულისთვის იზღვიოს. ანუ რაი მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვისისა, რამე თუ რომელსაც იგი სირცხელ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდულსა, ძემანსა კაცისავან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა,
მამისა თვისისათა ანგელოსთა წმინდათა და ეტყოდა მათ ამინ გეტყვით თქვენ რამე თუ არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი რომელთა არა იხილონ გემო სიკვდილისა ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღვთისა მომავალი ძალითა თუ ადამიანი გაუფრთხილდება თავის ცოდვილ ბუნებას და მოიპოვებს თქვათ აი ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს თუნდაც მთელი სოფელი ამ წუთის სოფლის სიმდიდრე რო შეიძინოს და თავის სულს წარიწყმებს რა ფასი აქვს ამ სიმდიდრეს წარდგება უფლის წინაშე და მისი სული იქნება განძარცული სრულიად და ეს სიკეთე მატერიალური მას აღარაფერში აღარ გამოადგება სიცოცხლის შემდეგ და რომელსაც სირცხვილ უჩნდესო ძისაკაცისათვისო აი რას ნიშნავს სირცხვილ უჩნდეს აი ეს ნიშნავს რომ ხშირად საზოგადოება ცდილობს რომ თითქოს და არ უარყოს ღვთის ცნებები მაგრამ გარკვეულად ეს ცნებები რაღაც კომპრომისულად შეასრულოს რაღაც ამ ქვეყნიური ნუგეშებიც რომ მიიღოს ამის შესახებ სახარებაში ერთ-ერთგან მაცხოვარი ამბობს შეუძლებელია ორი ბატონის სახურება ერთი იგი უნდა მოიძულო და ერთი იგი და შეიყვარო აი ეს ხშირად არის რომ აი ეს მეტისმეტია ამდენი ლოცვა ამდენი მარხვა ამდენი აღსარება, ამდენი ზიარება ეს რაღაცა თითქოს აი რაღაცა გვერდია გადაჭარბებაც არსებობს გადაჭარბების საფრთხეც, მაგრამ ის რაც ეკლესიის მიერ არის დადგენილი, ეს არ არის ეკლესიის სწავლება, ეს არის უფლისგან მომდინარე და ის არ არის გადაჭარბება. თვითონ ეკლესიის წიაღში შეიძლება ადამიანმა აი სწორედ ეკლესიის დადგენილებას ზე უფრო მეტად, ესე იგი, მოინდომოს ეს უკვე ფანატიზმია, რასაკვირველია ეს დასაგმობია, მაგრამ რაც ეკლესიას აქვს დადგენილი, დღეს თანამედროვე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ესე ვთქვათ, ეკლესიური ცხოვრების პროცესში ჩართვას, ну თulis რომ ეს არ არის აუცილებელი რომ შენ კარგი ქრისტიანი იყო, აი შეიძლება უკეთესი ქრისტიანიც იყო ვიდრე ვინც დადის ეკლესიაში, ეს აი ესეთი განწყობა, აი თითქოს რაღაცა ეკლესიური ცხოვრება, რაღაც ზედმეტია, მეტისმეტია და აი ცუდ ტონათაც კი ითვლება, აი ცუდ ტონად, რაღაცა აი ეს გადაჭარბებად ითვლება. ეს არის სწორედ ეს არის აი ეს მიწიერი აზროვნება, რომელიც აი ამ ასე ცდილობს რომ ადამიანები ასე თქვა შეაგუოს ამას და აი სირცხვილია თითქოს აი ამ ტონის ესე იგი ამ საწინააღმდეგოდ აი საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ წასვლა ხო და აი ვინც ამის საწინააღმდეგოდ შერცხვებაო ამის საწინააღმდეგოდ წასვლაო აი ისო დასაკვირველია დაიჯებაო და ბოლოს ამთავრებს იმით რომ მრავალნი არიან აქ მდგომარენიო რომელთაც იგი თავის სიცოცხლეშივე იხილონ სასუფეველი მომავალი ძალითა. რა იგულისხმება ამ სასუფეველი, რომელიც მოდის ძალით, ანუ სასუფეველის ძალის გამოვლინებას იხილავენ ადამიანები, ეს რასაკვირველია არის სწორედ ეკლესიის დაფუძნება, ეს რომ მოხდა სულთმოფენობას, დაფუძნდა ეკლესია, სულიწმინდის მადლი გარდა მოვიდა მოციქულებზე და აი ის კრებული რომელიც ქრისტეს აღიარებდა, მისი მოწაფეები გაერთიანდნენ ღმერთთან სულიწმინდის მადლით და ერთმანეთთან, აი ამ სულიწმინდის მადლით და აი სწორედ სასუფეველის, ანუ ღვთაებრივი სულის ძალა შემოვიდა მათში და ეს იხილონ გემო აი ამ იხილონ სასუფეველი მომავალი ძალით. აი მათ იხილეს ეს და რატომ არის ეს მუხლი რომ ლაპარაკია ძალიან ბევრ ესე ვთქვათ უარყოფაზე, ბევრ ჯვარცმაზე, სიცოცხლის გაწირვაზე
და აი მაცხოვარი ეუბნება რომ ეს ყველაფერი რასაკვირველია ადვილი არ არის, მაგრამ აი ნუგეში ის არის რომ ამას ყველაფერს მოყვება უკვე აქ ამ ცხოვრებაში ადამიანი აი სწორედ ეს არის საოცრება რომ აი ესეთი თავის უარყოფა თავიდან მწყარია, მაგრამ როდესაც ადამიანი გადალახავს ამ თავის სისუსტეს, მერე ძალიან დიდ ძალას გრძნობს, შვებას გრძნობს და უკვე ის გამტკიცებულია სულიერად და უფრო მეტად უძლებს და უკვე მისთვის სასუფეველი აქ იწყება. ეკლესია არის სასუფეველი დედამიწაზე. თუ ჩვენ აი ამ საკუთარ თავის უარყოფას ვახერხებთ, საკუთარი თავის ჯვარცმას თუ ვახერხებთ და საერთოდ ქრისტიანობა ეს არის ჯვარცმის და აღდგომის რელიგია. ყოველი ჯვარცმით ჩვენში ხდება ჩვენი დაცემული ბუნების გარკვეული ნაწილის, ესე ვთქვათ, ვნების სიკვდილი და სათნოების აღდგომა. და ეს არის პროცესი და აი ამ პროცესში როცა არის ადამიანი, ის უკვე ნეტარებაშია. ის უკვე აქ გძნობს ამ გემოს, სასუფეველის გემოს, აი სულიწმინდის მადლის ნეტარებას გძნობს, აი 9 ნეტარება რომ არის, ის აქ დედამიწაზე უკვე გძნობს ეკლესიის წევრი. ოღონდ ისე ვიმეორებ, თუ იგი აი სწორედ ებრძვის საკუთარ თავს, სწორედ ამ ცნებას აღასრულებს, ჯვრის ტვირთველობის ცნებას აღასრულებს. აი ამას ბოლომდე ხშირად აი ვერ ვღებულობთ ამ ჯვარს ჩვენს თავზე და ამიტომ ბოლომდე ეს გემოც აი ამ სულიწმინდის მადლის გემოც არ არის განცდილი, მაგრამ აი როგორ არიან რასაკვირველი ადამიანები ეკლესიის წევრები, რომელიც ამას განიცდიან და ესე უდრტვინველად ატარებენ ამ ჯვარს და აი სწორედ ეს აკლია დღევანდელ საზოგადოებას. აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია საქართველოში, მაგრამ ხარისხი მართლმადიდებლობის არის ფაქტიურად ძალიან დაბალი და არ ხდება აი ამ სულიწმინდის მადლით აღსება. და როდესაც ეს სულიწმინდის მადლით აღსება ხდებოდა ჩვენს წარსულში, მაშინ ერი იყო წმინდა და მაშინ ჩვენ ყველაფერს უძლებდით. მაშინ ჩვენ არა მარტო უძლებდით ტანჯვას და მწუხარებას, არამედ ვამარცხებდით როგორც შიგნით არსებულ ბოროტებას, ისე ჩვენს გარშემო არსებულ ბოროტებას და აი ამის გამოცდილება აქვს ჩვენს ერთს, ჩვენს ეკლესიას და ამიტომ დედა ეკლესიის წიაღში ხდება ეს გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ცოდვაზე, რომელიც ჩვენშია და ჩვენი გამარჯვება იწყება საკუთარ თავზე გამარჯვებიდან. აი ამ ჯვრით, ჯვარცმით, ჩვენი ცოდვების ჯვარცმით, ჩვენი პასუხისგებლობის აღებით და აი ამ ასე ვთქვათ სიმწყარის აღებით, როგორც ასე ვთქვათ ჩვენი სუნის განწმენდისათვის წარეწამლის მიღებით ხდება ადამიანის შემდგომ ჯერ ასე ვთქვათ სიკვდილი, ცოდვისა და შემდეგ აღდგენა და აღდგომა სათნოებისა. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ასე საკუთარ თავთან ბრძოლით, საკუთარ თავში ცოდვების და ცდუნებების დამარცხებით, საკუთარი ჯვრის მტვირთველობით ვიაროთ დარჩენილი პერიოდი დიდი მარხვისა, რათა ჭეშმარიტი აღდგომის დღეს ჩვენ ვიხილოთ ჭეშმარიტი აღდგომა ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალებისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ჩვენთან არს ღმერთი.